გამარჯობა, თქვენთან Top Best-ია და დღეს ჩვენ დავსვათ ტესტს, რომელიც თქვენ ინტელექტს გამოაჩენს. დავისხოთ. პირველი შეკითხვა. თქვენ სურათზე ხედავთ პაზლს და კითხვის შანსს. კითხვის ნიშნის მაგივრად რა პაზლი უნდა იყოს. მოგცემთ 6 წამს, თუ 6 წამში ვერ ასწრებთ, ვიდეო დააპაუზეთ. და კი, პასუხი არის მეორე პაზლი. არის ყურთული შეკითხვა რა? გავაგრძელეთ. მეორე შეკითხვა. ლიზის მამას ყავს 5 შვილი. ჩაჩა, ჩიჩი, ჩეჩე და ჩოჩო. რა ჰქვია მეხუთე შვილს? და რა თქმა უნდა მეხუთე შვილს ჰქვია ლიზი. თუ თქვენ მაგ შეკითხვას უპასუხეთ, ესე იგი თქვენ ძალიან ყურადღებიანი ხართ. მესამე შეკითხვა. თქვენ ხედავთ სურათს, რამდენი ცხოველია მოთავსებული ამ სურათზე? ცოტა ხანს მოგცემთ დროს, თუ ვერ ასწრებთ, ვიდეო დააპაუზეთ. და კი, სწორი პასუხია 6 ცხოველი. შემდეგი შეკითხვა, მეოთხე შეკითხვა. სამ ძმას ყავს ერთ-ერთი და. სულ რამდენი შვილია ოჯახში? 6, 4, 8. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 4. გავაგზავნოთ, მეხუთე შეკითხვა. და ახლა ცოტა უფრო რთული შეკითხვა, ან ძალიან მარტივი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაადგინონ ფეხბურთის მატჩის ანგარიში თამაშის დაწყებამ. როგორ გამოსდით ეს მათ? საფიქროთ. და სწორი პასუხია, მატჩის დაწყებამდე ანგარიში 0-0-ია. გავაგზავნოთ. და ბოლო დღეისთვის შეკითხვა. და გვერდით ყურადღებით მაგ სურათს და შეეცადეთ არ დააპაუზოთ ეს ვიდეო. თქვენ ხედავთ ამ სურათზე რამდენიმე წრეს, კონკრეტულად 18. და გვერდით და ნახეთ, რომელი წრეები ერთმანეთს გავს, ანუ ერთი წყვილი. სწორი პასუხია მეოთხე და მე-14. ეს ამოცანა განსაზღვრავს თქვენი აზროვნება, ანუ თქვენ ალბათ ცალსვაგი ამოწმებდით თუ ვერ იპოვეთ სწორი პასუხი და თუ თქვენ დახედეთ ზემოდან, ანუ მთლიანად სურათს, თქვენ მიხვდებოდით რომელია სწორი პასუხი. მადლობთ ყურებისთვის, იმედია მოგეწონთ ეს ამოცანები და თქვენ განსაზღვრეთ თქვენი ინტელექტით და მადლობთ დროებით შეხვედრამდე.